გავაგრძელოთ საუბარი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენს უწმიდესა და უნეტარესზე. ხელოვნება იყო ის სფერო, რაც ჩვენს უწმიდეს განსაკუთრებით უყვარდა. უდიდესია მისი ღვაწლი ქართული საგალობლების შენარჩუნების, ქართული ხატწერის განვითარებისა და განახლების საქმეში, როგორც ვისაუბრეთ, ხელოვნებას ილია მეორე განსაკუთრებულად ხელოვანებს განსაკუთრებულად ეიმედებოდა სწორედ ჩვენი პატრიარქი. ისევე ალბათ როგორც ყველა ქართველს. ჩვენს ეთერში გასულ კვირას არაერთმა ხელოვანმა გამოხატა მწუხარება და მოგონებები გაგვიზიარა. ახლა მე მინდა სწორედ ჩემს უსაყვარლეს რუსთაველის ეროვნულ თეატრზე გითხრათ რამდენიმე სიტყვა და მაყურებელს ვაჩვენოთ ის ემოციები, რომელსაც ჩვენი თეატრის მსახიობები გამოხატავენ. მარიამ იმედაშვილს და ალექს ჭივაძეს დიდი მადლობა ამ სიუჟეტისთვის და მოდით ერთად ნახოთ ახლა ჩვენთან მოგეხსენებათ რეპეტიციებია. ამ რეპეტიციების ფონზე ჩვენ ვცდილობდით ხან ღამე მივსულიყავით, ხან შუადღეს გავქცეულიყავით, მოკლედ ხან იქვე თეატრში აგვენთო სანთელი და რაღაცნაირად ჩვენებურად გამოვხატავდით ამ წუხილს. ნახოთ სიუჟეტი. ყველასთვის ის დარჩება როგორც სიკეთის, სიყვარულის და მშვიდობის სიმბოლო და ხატი. ძალიან გაუჭირდება ჩვენ ქვეყანას პატრიარქის გარეშე. ძალიან. ღმერთის შემდეგ თუ ვინმე მიყვარს მეთქი, შეიძლება თქვენ იყოთ პირველი მეთქი. ფაქტია, რომ ჩვენ რაღაც უდიდესი პიროვნება დავკარგეთ. ის ყველას პატრიარქი იყო, აბსოლუტურად ყველას. დიდი რეფორმატორი შეიძლება ასე ითქვას. მას შეეძლო ყველა პროფესიის ადამიანთან თანაბარ დონეზე ესაუბრა. საოცრად განსწავლული პიროვნება იყო. სხვაგვარად ის ვერ მოახერხებდა დაეთესა ამხელა სიყვარული ადამიანებში. ძალიან ძნელია და ძალიან მიჭირს საუბარი. ეს ადამიანი სულ სიკეთეს, მშვიდობას, სიყვარულზე საუბრობდა. რამდენი სიკეთე, რამდენი საქმეა გაკეთებული, რამდენი სიყვარული და რამდენი მოთფინება და რამდენი ლაძღვა აქვს ატანელი. მაგრამ მისგან ხომ პასუხი არასდროს არ მოდიოდა. ის სულ გვეუბნებოდა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. ეხლა რომ საშუალება მქონდეს, პატრიარქს ვეთყოდი, რომ არ მიგვატყობს, არ დაგვტყობს. რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლებზე პატრიარქი დადიოდა. ჩვენ მარია კალასი ვითამაშეთ, ბატონი რობერტ სტურვამ დადგა. მობრძანდა პატრიარქი თავისი ამალით დაესწრო სპექტაკლს და მაშინ ბატონი რობერტი დააჯილდოვა საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდოთ წმინდა ნინოს ორდენით. და ჩვენ ყველა მონაწილეები დაგლოცა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, როცა მას შევეხი. რაღაც სითბო, ენერგია, სიძლიერე ვიგრძენი. ასეთი იყო ჩვენი პატრიარქი ჩვენთვის. განარადა მავიწყებს. ყოველთვის უსმენ მის საგალობლებს. მე არ ვიცი, ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცოდა. აღარ ვამბობ მწერლობა, თეატრი, კინო, მხატვრობა. არ ვიცი კიდევ რა დაგვრჩა ჩვენ ისეთი რომ მან არ წო. მე ძალიან გთხოვთ თუ არ მოგისმენიათ, მოისმინეთ ჩვენი პატრიარქის სიტყვაში, როგორ ამბობს ის საქართველოს. რა ტონალობით, რა ჟღერადობით. თითქოს ამ ერთ სიტყვაში ჩატეულია მთელი საქართველოს ისტორია. საქართველო, მიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ. როდესაც გავიგე რომ პატრიარქი გარდაიცვალა, ესე მეგონა რომ სმენაც, ხედვაც, აზროვნებას ყველაფერი წამერთვა.
კარგი და ახლო ურთიერთობა მქონდა პატრიარქთან. ორ სიტყვას გეტყოდა და ჩათვალეთ, რომ 1000 ფურცლიანი წიგნი წაიკითხეთ რა, იმხელა ინფორმაციას მოგაწოდებდა. სულ მეუბნებოდა მოთმინება ლონგინოს, მოთმინება და ესე გაიცინებდა. ანალოგია, რომელიც ამშვენებს სამების ტაძარს, ერთ-ერთი ჭედელი ამ ანალოგიის ვარ მე, პატრიარქის კურთხევით. რამოდენიმე ჭედელი შევკრიბა, მე თვითნასწავლი ვარ. და დავიწყეთ ამის შექმნა და რამოდენიმე წელი მუშაობდით და აქედან ძალიან ხშირი შეხვედრები მქონდა პატრიარქთან. მე ესეთი შეგრძნება მაქვს დღეს, რომ თითქოს საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ერმა, აი შემდეგ, წმინდა ნინოს შემდეგ და ანდრია პირველწოდებულის შემდეგ, აი ეხლა მიიღო ჭეშმარიტი ქრისტიანობა. რაღაცნაირად სწორად გაკვალა გზა მომავლისკენ და იმედია, რომ სხვებიც ამ გზით ივლიან. მე გავაკეთე ის, რაც შემეძლო და სხვამ გააკეთოს უკეთეს.